რაღაცა ჩემი ეჭვი. ნიღბოსანი რა შემოწერო ნიღბოსანი ვარ აი ძალიან რთულად გაქვს საქმე მართლა. ყველა პატიოსანი ყოფილა და მოგებულია გაცილე მოგებული ვარ მე ტელემაყურებლებმა მოგესალმებათ სოციალურ დედუქციური ყველაზე რეიტინგული სამაგიდო თამაში ნიღბების ღამე. როგორც იცით, თქვენ წამჩნევთ, რომ მეორე სეზონი განსაკუთრებულად საინტერესოდ მიმდინარეობს და დღევანდელი მაგიდაც ასეთი იქნება, მე იმეც ვიტოვებ, რა თქმა უნდა, მაშასე დღევანდელი ჩვენი მაგიდის წევრები არიან. ნომერი პირველი, რეზო ბლიაძე. მოგესალმებით, მე ისევ რეზო ბლიაძე ვარ და ისევ პატიოსნების ფარგლებში ვაპირებ დღევანდელი თამაშის წარმატებას. მადლობა, ნომერი 2, ლევან ნოა ყანდიაშვილი. გამარჯობა, მოგესალმებით. იმდენად საინტერესო ადამიანების გარემოცვაში ვარ, რომ ვფიქრობ დღევანდელი თამაში იქნება ასევე საინტერესო. მადლობა. ნომერი 3, გიორგი გაგლოევი. სალამი, მივესალმები ჩვენ მაყურებელს. მოთამაშეებს, იმეც ვიტოვებ, რომ კარგი თამაში გვექნება დღეს, კარგად ვითამაშებ და იმეც ვიტოვებ, რომ მე არ გამაგდებენ პირველივე რიგში. მადლობა. ნომერი 4, გიორგი ძოწენიძე მიესალმება მაყურებელს. მოგესალმებით პირველ რიგში მაყურებელს, ასევე ჩემი მაგიდის წევრებს. მიხარი ასეთ ადამიანებთან ერთად რომ მიწევს თამაში და დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ პატიოსანი მოქალაქეები და ისურვებთ ყველას წარმატებას. მადლობა. ნომერი 5, ელენე ფოჩხუა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, მონაწილეებს, მოგესალმებით. მართლა პირველად ვთამაშობ ამ თამაშს და ძალიან მაინტერესებს, როგორ ვითამაშებ. ნახოთ, ჩემი მეგრული ლოგიკის იმედი მაქვს. მადლობა. ნომერი 6, თაკო ხაკაძე. მოგესალმებით, მიხარია რომ ისევ ამ მაგიდასთან ვარ, ვერ შევეცდები რომ მოვიგოთ პატიოსნებმა ეს თამაში და ვნახოთ რა გამოგვივა. მადლობა. ნომერი 7, ნიკო გაბელია. მოგესალმებით. მიხარია რომ კიდევ ერთხელ ვარ ამ თამაშში წარმოდგენილი, კარგი საზოგადოება ვარ ჭეკრებილები და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ნომერი 8, ნიკა არაბიძე. მოგესალმებით ყველას ჩვენს ტელემაყურებელს პირველ რიგში და რა თქმა უნდა მონაწილეებს. ძალიან დიდი ხანია ეს თამაში არ მითამაშია და მადლობა მინდა გითხრათ, რომ დღეს აქა ვარ. ერთი ძალიან განსაკუთრებული რამეს მინდა გაუსვა ხაზი კიდე რომ ყველა პატიოსანი ყოფილა და იმედია რომ პატიოსნები მოვიგებთ. რა ვიცი, წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას. მადლობა. ნომერი 9, კრის. მოგესალმებით. მესამედ ვარ უკვე ამ გადაცემაში და იმედია რომ მესამედ მაინც პატიოსნები მოვიგებთ. ყველას ვუსურვებ წარმატებულ თამაშს. მადლობა. მაგიდასთან 2 გუნდია ახლა. 7 პატიოსანი მოქალაქე, ხოლო 2 ნიღბოსანი. ნიღბოსნებმა უნდა გაწმინდონ მაგიდა პატიოსნებისგან და პირიქით პატიოსნებმა უნდა გაწმინდონ მაგიდა ნიღბოსნებისგან. ნახოთ, ვინ ვის ჩამოხსნის ნიღაბს. მანამდე გეტყვით, რომ სამაჯური, რომელიც გიკეთიათ, ჩვენ გვაძლევს თქვენი პულსის ვიზუალიზაციას, ანუ მაყურებელი ხედავს თქვენს გულის ცემას. თავისუფალ დროს და პირველ წრეს მაყურებელიც თქვენთან ერთად თამაშობს. მაშასე, ახლა მოგეცემათ თავისუფალი 90 წამი, სადაც ყველას შეგიძლიათ საუბარი. თამაში დაიწყო 90 წამი დრო. ვისაც უნდა ის დაიწყო. მე დავიწყებ მეგობრები. მე დავიწყებ ვიწყებ ხოლმე მაგითო ვარდები ეგრევე შენ. მოკლედ, არა ვარ. მე რო ვიყო, სხვანაირად ვითამაშებ, სხვანაირად მოვიქცეოდ. რატო გითამაშეთ? რა გინდა? ერთი გამთხილება, არა 4 დამრჩება. რო გაგიჯო. ვიყო თუ მე ვიყო. მოგიქრეს არ შეიძლება მაგის ძალიან რთულია ხა თავიდან ბუნებრივია. პირველი ადამიანი იწირება ყველა ვარიანტს. ხო, არა, უბრალოდ ერთი ადამიანი ეხლა ფიზიკურად ვერ გაიგებ ვინ არის ჭერ. შეიძლება უბრალოდ საუბრის დროს ვიღაცას რაღაც ისე წამოსწოს. შეიძლება აი. არ შემიძლია რო არ ჩავერიო, იმიტომ რომ მაგაზე გაფრთხილება კი არა, პირდაპირ თამაშის დატოვება. თამაშიდან გაგდება არის პირდაპირ. ამიტომ ამას ახლა გაჩერდი ბიჭო. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება
დავტოვოთ რა. თამაში გრძელდება რა თქმა უნდა. გათეთრდა კაცი. ანუ ეს პირველი 90 წამი შეგვიძლია ერთმანეთ დიდი ხანი არ გვინახავს და მოვიკითხოთ ერთმანეთი და ვინც დაძაბული იქნება, ის იქნება ნიღბიანი. ხო, ეგეც შეიძლება. იცით, თან ახლა მეტნაკლებად ერთმანეთს კარგად არ ვიცნობ და შესაბამისად რეაქციაზე ვერ ხვდებით, თუმცა მე უკვე მაქვს რაღაცა ჩემი ეჭვი. და შემდეგ დავაფიქსირებ, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ ესეთი ადამიანია, ვინც გონია, მაგრამ ძალიან დაძაბული და თითქმის ყველას ათვალიერებს, აბა ვინ რა აზრის არის მასზე და ცოტა ხანი შევინახავ ამ ადამიანს ჩემთვის. რიგის მიხედვით აქ მე შემიძლია რომ ვთქვა, ნუ მე პირველად ვარ და ძირითადად მაინც დაკვირვებით შემოვიფარგლები ამ ეტაპზე რა. მაშასე არ შეიძლება დრო ამოიწურა ნომერი პირველი გახსნის წრეს პირველი ნომრის 60 წამი დრო ჩაირთო სიმართლე გითხრათ ვერსია ჯერჯერობით არ მაქვს თუმცა დაკვირვებით მინდა გითხრათ რომ ადამიანები რომლებმაც არაფერზე საუბარი დაიწყეს ჩემი აზრით უკვე არიან ჩემთვის ეჭვმიტანილები იმიტომ რომ არავის არაფერი არ უკითხავს მათთვის და უბრალოდ საუბრობენ და მგონია რომ ეს არის თავდაცვის ერთგვარი ინსტინქტი რა. ჯერ კიდევ დავაკვირდები რა იმპულსები წამოვა ჩემი მეგობრებისგან. მადლობა. ახლა ორ ნომერს უნდა მოусმინოთ ორი ნომრის 60 წამი. მე ძალიან ვღელავ პირველ რიგში. ჩემი გულისცემა ფიქსეა. ვიყავი ჩუმად, შესაძლოა მე-6 ნომერმა ივარაუდა ჩემზე, როცა საუბრობდა რომ ჩუმად არისო, არ ვიცი ეგ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დასაწყისისთვის მეც მაქვს ჩემი ვერსიები. მოусმენ ყველას ყურადღებით, შევეცდები, ვიპოვნო ვინ არიან ჩემიანები და მათთან ერთად გავაგზავნო თამაში. ვარ პატიოსანი და პატიოსან მოქალაქისაც ახლავს ღელვა თან, იმიტომ რომ რთულია დაამტკიცო რომ ხარ პატიოსანი. ასე რომ ყურადღებით ვიქნები თამაში. მადლობა. ნომერი 3 ნომრის 60 წამი. მე დავიწყებ დაფიცებით. 8 ნომერს გაფრთხილება. მოგლეთ მეგობრებო, ხო, მე მესამე ჯერ ვარ უკვე დღეს აქ. შესაბამისად ძალიან რთულია პირველივე წრეზე მივხვდე ვინ არის ნიღბოსანი და ვინ არის პატიოსანი მოქალაქე. ერთი რამ ზუსტად ვიცი რომ თუ კარგად ვითამაშებთ პატიოსანი მოქალაქეები, ნამდვილად მოვიგებთ. მართლა არა ვარ ჯერა ჩემი. თავისთავად. დიდი მადლობა. ისე ცხოვრებაში კი და ამ თამაში არ ვიცი ახლა. ნახოთ. არის, მოკლედ, ნუ 4 ნომერს გაფრთხილება. ჩემი ასე ვთქვათ, ვიღაც ვინც შეიძლება იყოს ნიღბოსანი. კანდიდატი. დასრულეთ. დიახ. მადლობა. 4 ნომერს უსმენთ 4 ნომრის 60 წამი. ვითახები ყველას, რომ ჯერ ძალიან რთულია რაიმე კონკრეტული თქმა, მაგრამ აქ ორი განსხვავებული აზრი უკვე დაფიქსირდა, ერთი აზრი პირველ ნომერს აქვს და ერთი აზრი მე-6 ნომერს აქვს. ზუსტად არ ვიცი ვისთან ერთად შეიძლება რომ ვითამაშო, სიმართლე გითხრათ, რომელ შეიძლება რომ ვენდო ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული აზრებია. ერთი ამბობს რომ თუ ასე ვთქვათ, პატიოსანი მოქალაქე ხარ, არ უნდა ისაუბრო იმ 90 წამის განმავლობაში, რომელიც ყველას ეძრება საერთო ჯამში. მეორე ამბობს რომ ზოგი განსაკუთრებით მშვიდად და წყნარად ზის, იქიდან გამომდინარე რომ პატიოსანია. არ ვიცი რომელს გავყვები. ყველას დავაკვირდები, მაგრამ კარგია რომ პირველი რაღაც ასე ვთქვათ კონტურები უკვე გამოიკვეთა. მადლობა. 4 ნომერს 5 ნომრის 60 წამი. არ ვიცი, მაგრამ უფრო თვალებში ვაკვირდები ყველას და ორი ადამიანი სავარაუდო მყავს, ნახოთ, ვიზეც ვეჭვობ. მაგრამ ჯერჯერობით არ დავახასია, ანუ არ დავასახელებ. გასაგებია 6 ნომრის 60 წამი. ნომერი იტყვის იმას, რომ ძალიან ადვილია, როცა ხარ პატიოსანი, ვერ დავეთანხმები 2 ნომერს, რომ ღელვა ახლავს, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ ახლავს, იმიტომ რომ დარწმუნებული ხარ შენ პოზიციაში, როდესაც რაღაცა გაქვს დასამალი, ალბათ უფრო გაჩვენებული ხარ და ამ შემთხვევაში მე ძალიან თავისუფლად ვთამაშობ, ვერ დავეთანხმები ვერც პირველ ნომერს, რომ
ვინც ბევრს ლაპარაკობს, როცა პატიოსანი ხარ, ძალიან თავისუფალი ხარ, შენი აზრის დაფიქსირებაში და არ ნერვიულობ, ვინ რას იფიქრებს ამ შემთხვევაში, განსხვავებით, როცა ნიღბოსანი ხარ და გონია, რომ თუ პატიოსნები ამოვიცნობთ ერთმანეთს, ადვილად ვითამაშებთ ძალიან. მადლობა 7 ნომრის 63. ეხა პირველ თამაშზე როცა ვითამაშე, პირველი ვიზა ვთქვი, ეგ იყო ნიღბოსანი და ალბათ ახლაც ესე იქნება. ეხა თვალებში ყურება ეგ ისეთი რაღაც არის, ვინმე თუ შეიცვლება, ვინმე გადასხვაფერდაა და ასე შემდეგ და ვიღაცაებში ეს იგრძნობოდა, თუმცა მაინც პირველი გაგდება არის ადამიანის გაწირვა. გინდა არ გინდა, ანუ გამორიცხულია, რომ პირველზე მივხვდე ეხა ვინ არის ნიღბოსანი და ვინ არა. ნახოთ რა იქნება რა, შევხედოთ. მადლობა 8 ნომრის 63. მოკლედ წეგანაც აღნიშნე რომ პირველად ვარ და ვაკვირდები ჩვენს მონაწილეებს ვინც მეორედ ზოგი მესამედაც არის ხო ამ შოუში აქ თავიანთი ლოგიკები რაღაც მე ვერ მივხვდი ბევრი უნდა ვილაპარაკო ჩუბად ვიყო რო არ გამაგდონ რა უნდა მქნა არ ვიცი და ამიტომ რაც არ ვიცი იმედი მაქვს რომ პატიოსნება მაინც იმძლავრებს ნიღბოსნებზე. მადლობა 9 ნომრის 63. ბევრი განსხვავებული აზრი ითქვა, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არავისზე არ მაქვს ეჭვი. კიდე შევხედავ, მე ჩემზე შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ კაი ისევ პატიოსანი ვარ და იმედი მაქვს, რომ დღეს უეჭველი მოვიგებთ პატიოსნები. მადლობა. მადლობა. მე უნდა გითხრათ, რომ ახლა ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის. იმიტომ რომ პირველი წრე დასრულდა, ეს გაცნობის წრე იყო, რასაც მოსდევს როგორც წესი ნიღბების ღამე და ნიღბების ღამეს ერთ-ერთი თქვენდანი აუცილებლად დატოვებს თამაშს. ჩვენ კი გადავდივართ ნიღბების ღამეზე, ყველა ვიფარებთ ნიღაბს მაქსიმალურად ახლოს, მაქსიმალურად კარგად, მაშასე ბნელდება სტუდიაში. მაშასე მაქსიმალურად ფრთხილად, მაქსიმალურად ჩუმად. ხოლოდ ის ორი ნიღბოსანი იხსნის ნიღაბს და ეცნობა ერთმანეთს, ძალიან ფრთხილად და ჩუმად ნიღბოსნები იხსნიან ნიღაბს და ეცნობიან ერთმანეთს. ახლა ნიღბოსნებმა უნდა გვანიშნონ მაგიდის რომელ წევრს დაატოვებინებენ მაგიდას. გადაწყვეტილება მიღებული. უნდა გითხრათ, რომ გამარჯვებულ გუნდს ვულევუსგან გადაეცემა საჩუქრები, ხოლო გამარჯვებული გუნდიდან ერთ-ერთი მონაწილე გადავა საფინალო მაგიდაზე. ნათდება სტუდიაში, ყველა იხსნის ნიღაბს. მაგიდას ტოვებს ნომერი მაგიდას ტოვებს ნომერი 6 ნომრის 30 წამი. მე მგონია რომ მაფიოზი არის 2 და 4. ან შეიძლება 5-იც. ასე რომ ჩემი პატიოსანი სიტყვა დაიმახსოვრეთ. მადლობა, გავაცილოთ 6 ნომერი, ვემშვიდობებით 6 ნომერს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა. ჩვენ კი ვაგრძელებთ თამაშს და თამაში გრძელდება თავისუფალი 90 წამით, სადაც ყველას გაქვთ საუბრის საშუალება. დრო ჩაირთო. თუ თავიდან რამე გამოიკვეთა, ჩემი და თაკოს სხვადასხვა აზრი. ხო, რაღაცა პოზიცია. ეგეც მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ერთადერთი ადამიანი მოიშორე, რომელიც შეიძლება რომ პირველი ყოფილიყო, ხო, რომ დაესახელებინა. მე არ ვამბობ რომ შენ ხარ. დასაწყისში ყველაზე მეტად მე არ ვამბობ რომ შენ ხარ. შეიძლება სხვა ადამიანი ყოფილიყო. მე ის მაფიქრებს, რომ დასაწყისში ყველაზე მეტად გაიზიარა შენ თაკოს პოზიცია. არა? კი? არა. მახსოვს რომ შენ საუბრობდი გულისცემაზე და ასე შემდეგ. არა, ხო, მაგრამ თაკოს პოზიცია არ გამიზიარებია. ის რომ პატიოსანი მოქალაქის არ შეიძლება გქონდეს სანერვიულო. არა, ეს ზოგადად. რადგან პატიოსანი შენ არაფერ შუაში ხარ ამ შემთხვევაში. ხო, მაგრამ ზოგადად იგივე პოზიცია იყო გაჟღერებული. 6-მა და 7-მა ძალიან მარტივი იქნება ახლა თაკოს გაგდების შემდეგ რომ და იფიქრო რომ პირველი და მეორე ნომერი შეიძლება იყოს და განსხვავებულია, მაგრამ შეიძლება ჭკვიანი მოთამაშე იჯდეს აქ ისეთი ნიღბიანი რომელმაც ამ მარტივ ლოგიკაზე იფიქრა რომ შეიძლება ჩვენ პატიოსნებს გვეფიქრა მაგაზე და ზუსტად დაგვესახელებინა ეს ადამიანები. მეც მაგაზრზე ვარ ზუსტად ვარიანტი არის. ხო და არ ვიცი ახლა შეიძლება მარტივი
პოზიტივი ლოგიკით უნდა წავყვეთ, შეიძლება ცოტა გავართულოთ და რთული ლოგიკით წავყვეთ. აი შემიძლია დაგეთანხმო. გასადეთ საინტერესო საუბრობენ აი ესენი და დავაცადოთ. გააგრძელეთ. დაიცადეთ ერთმანეთს სანამ დასრულდება, აი როგორც კი ამოიღო ბარათი აი დრო ამოიწურა. რაღაცა შეიცვალა შეში რა და დრო ამოიწურა. არ ვიცი. 7 ნომერს კიდევ ერთი გაფრთხილება და ეს არის მეორე გაფრთხილება. ჯერ გაქვთ გაფრთხილებები, არის ნერვიულოთ. მაშასე მეორე წრეს გახსნის ნომერი 2, 2 ნომრის 60 წამი წრე, სადაც შეგიძლიათ კანდიდატების დასახელება. მე დავასახელებ ამჯერად პირდაპირ მე-7 ნომერს. 7 ნომრის კანდიდატურა მიღებულია, გააგრძელეთ თქვენ. რისთვისაც რამდენიმე მიზეზი მქონდა დასაწყისი და როცა ნიღბები მოიხსენით 7 ნომერი ყველას აქტიურად გვაკვირდებოდა თვალებში თავიდან ჩემთვის ყველაზე ანუ მნიშვნელოვანი იყო ეს ფაქტი და მე უკვე 6 ნომრის და 7 ნომრის თითქოს აი პოზიციის გაზიარებამ და ამ პოზიციის გადამღერებამ უფრო მეტად დამარწმუნა რატომაც უნდა დამესახელებინა მე-7 ნომერი და აი სწორედ ამიტომ როცა უკვე მე-6 ნომერმა დატოვა ჩვენი თამაში ვაძლევ თავისუფლებას რომ დავასახელო მე-7 ნომერი ჩემი არ ვიცი მცირე თუ მნიშვნელოვანი თუ ნებისმიერ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ მე-7 ნომერი შეიძლება იყოს ნიღბოსანი. მადლობა, 7 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. 3 ნომერს უსმენთ 3 ნომრის 60 წამი. გული არის ახლა ესე მარტივად დაადო ხელი 7 ნომერი იქნება პირველი 2, 4, 5 თუ 9 თუ 8 თუ მე რა მნიშვნელობა აქვს ძალიან რთული არის მაგრამ მე რატომღაც არ ვიცი უფრო 2 კანდიდატი მყავს ცალსახად თუმცა ერთს დავასახელებ თუ შეიძლება ჩემი კი ბატონო არ ვიცი რატომ მაოგნებს და მაეჭვებს ჩემი კარგად ნაცნობი პირველი ნომრის დუმილი და სიჩუმე, მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ პირველ ნომერს ვასახელებ როგორც ნიღბოსანს. ჩემი ვარაუდი არის, რომ ალბათ ნიღბოსანი არის 2 ნომერი და 4 ნომერი. თქვენი კანდიდატურა ერთი კანდიდატურის მიღების შესაძლებლობა. მოდი იყოს მაშინ 2 ნომერი. 2 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მადლობა. ნომერ 4-ს უნდა მოусმინოთ 4 ნომრის 60 წამი. ხო, თავის გამართლების დრო ალბათ მე მექნება უფრო, იმიტომ რომ ორმა ადამიანმა ჩემზე ასე ვთქვათ, ეჭვი გამოთქვა, მაგრამ მე ჩემს ლოგიკას ასე ვთქვათ გამოვითარებ. იქიდან გამომდინარე, რომ 2 ასე ვთქვათ, ლოგიკა ჩამოყალიბდა, როგორც თქვით, აბსოლუტურად განსხვავებული და გავარდა ერთი ადამიანი იქიდან და კიდევ უფრო მეტად მიმყარებს ეჭვს 2 ნომერზე მეც ის რომ მე-7 ნომერი რომელიც ამყარებდა მე-6 ნომრის ლოგიკას და უდასტურებდა მას ზუსტად ამ საკითხს ასე ვთქვათ მეორე ნომერმა მიიტანა ეჭვი მე-7 ნომერზე მგონია რომ მეორე ნომერი თან მიუხედავად იმის გათვალისწინებით რომ გამოუცდელი მოთამაშეა შეიძლება ვერ გაითვალისწინო რომ მარტივად შეიძლება მიხვედრილიყავით ამას პირდაპირ მე-6 ნომერი გააგდო არ ვიცი ვისთან ერთად თამაშობს სამწუხაროდ და ასე ვთქვათ 7 ნომერზე მიიტანა მეორე ნომერი არის ჩემი კანდიდატურა სხვა არ მყავს სამწუხაროდ კი ბატონო 2 ნომრის კანდიდატურა დასახელებულია მაშასე გადავდივართ 5 ნომრის 60 წამზე და უნდა შეგახსენოთ რომ დასახელებულია 2 კანდიდატურა 7 ნომერი და 2 ნომერი 5 ნომრის 60 წამი მე თავიდანვე ყველას დავაკვირდი თვალებზე და პირველი იყო ლევანი. ოღონდ მართლა, აი მართლა. ცდებით და მივიღო შენიშვნა ძალიან წარით. 2 ნომრის თქვენს 2 ნომრის კანდიდატურას ასახელებთ? ოღონდ მართლა, აი პირველი იყო შენი თვალები, რომ წავიკითხე, იმიტომ რომ ყველას ესე თვალებზე დავაკვირა, აუ და ჩემი მეგრული მოგეკა ბიჭო. ხუთიანის დრო ამოიწურა 7 ნომერს უსმენთ 7 ნომრის 60 წამი. შეეხება რაჩე მოგწევი შენიშვნას გაჩერდი. რაც შეეხება თვალებში ყურება. 5 ნომერს ერთი გაფრთხილება. ერთ-ერთი ესეთი რაღაც ის რომ ადამიანის თვალებში შეიძლება შეიცვალოს რა რაღაც რა და შეიძლება დაიჭირო ეს. პირველ თამაში ეგრე იყო რაც დავიჭირე რა და ნუ მაგიტოა ზოგადად რომ თამაშობ მეგობრების წრეში იქაც თვალებში უყურებ ადამიანებს აბა რამე ხო არ მოხდა სულილება. მის თვალებში, გამოხედვაში, საუბარში და ასე შემდეგ. ეხლა შენ აი სწორი თქვა რა ძალიან რომ შეიძლება გამოუცდელობის გამო მაგიტომაც გააგდე 6 ნომერი რომ რაღაცები გეგონა, არ ვიცი.
შენ მგონი ხარ იმის და მიუხედავად რომ აცდი ჩემს იმას და მაინც 2 ნომერზე წახვედი, მაგრამ მაინც მგონი ხარ შენ. თუმცა ამ შემთხვევაში მეც 2 ნომერს ვასწავლებ. კი ბატონო 8 ნომრის 60 წამი 8 ნომერს უსმენთ. დავიწყებ იქიდან მარტივი ლოგიკით მივყვები ახლა მე ჩემი აზრით, იმიტომ რომ 6 ნომერი როცა გავარდა რაღაცა თავისი ლოგიკა დატოვა, ხო? რომ ეს არის ну თუ შეიძლება მსჯელობასაც რასაც უსმენდი, ну მე მაინც მგონია რომ ორი ადამიანია, ორი ადამიანზე მაქვს ასე რომ ვთქვათ. ეს ორივე უნდა ვთქვა თუ მაინც ერთი ავირჩიო და მეორე დავიტოვო და შემდეგ ის. ხო. კი ბატონო, ну მაშინ რა ვიცი, იმ ორი კანდიდატურიდან ერთ-ერთი 2 ნომერიც იყო. შრობის მსჯელობასაც თუ დაუგდებ ყურს და ну მაშინ იყო 2. კი ბატონო. მადლობა. 9 ნომრის 60 წამი. ეხლა რასაც ვიტყვი, შეიძლება ამის მერე მაფიოზი გეგონოთ, მაგრამ მე არ მგონია 2 ნომერი მაფიოზი და პატიოსანი მგონია, იმიტომ რომ მე თვითონაც ნერვიული ნიღბოსანი, კი ბატონო, ბოდიშით. იმიტომ რომ მე თვითონ ზოგადად ნერვიული ადამიანი ვარ და ზუსტად ვიცი რომ ეხა პატიოსანი ვარ, მაგრამ ხელებით სველი მაქვს და ვნერვიულობ და ეგ ჩვეულებრივი მომენტია ჩემთვის. მაგიტომ თან პირველად თამაშობს და არ მგონია. მე შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ რატომღაც 3 ნომერი მგონია, იმიტომ რომ გეტყვით ავხსნი, იმიტომ რომ მე მანამდე ყველანი რომ საუბრობდით პირველ ნომერზე ერთხელ რაღაცა ვთქვი ისეთი და მესამე ნომერმა ისე ითამაშა, რომ პირველიც დაასახელა, მეორეც დაასახელა, მეოთხეც რომ რამე ყველა დაასახელა და ბოლოს რომელიღაცას გამოყვება, ვინც მეც დაასახელებს. ეგ არის ჩემი ლოგიკა, არ ვიცი. მივიღო 3 ნომრის კანდიდატურა. კი, 3 ნომრის კანდიდატურაა ჩემი. კიდევ რო თქვენ შეგიძლიათ გავაკეთოთ. არა, მადლობა, ეგ იყო სულ. კი ბატონო, პირველ ნომერს უნდა მოусმინოთ, თელ მაგიდას მოусმინა. ახლა პირველ ნომერმა, პირველი ნომრის 60 წამი. სწორად ბრძანეს, ნამდვილად თელ მაგიდას მოусმინე და ჩემი ვერსიებისგან თავ შევიკავებ, თუმცა 2 კანდიდატი მყავს. მაგრამ რადგან თამაშის წესები მოითხოვს რომ დავასახელოთ, მე აუცილებელი არ არის, თქვენი გადასაწყვეტია, არ მოითხოვს თამაში რომ მე დავასახელებ 2 ნომერს, იმიტომ რომ აქ 7 ნომერს დავეთანხმები, სწორი ლოგიკით წახვედი ნიკუშ მარტივად გაანეიტრალა პირველივე საფრთხე, რომელმაც ის დაასახელა. თუმცა 5 ნომერზეც დავფიქრდებოდი, მეგობრებო. თქვენი კანდიდატურა. ჩემი კანდიდატურა არის ნომერი 2. 2 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. დასრულდა. მეორე წრე ასე დასრულდა, რომ მაგიდას ყავს 3 კანდიდატი. 7 ნომერი, 2 ნომერი და 3 ნომერი. ზუსტად ამ თანმიმდევრობით გადავდივართ ახლა თავის მართლების ფაზაზე 7 ნომრის 30 წამი. სასიხარულო ის არის რომ მხოლოდ ერთმა ადამიანმა დამასახელა და ის მიზეზი რის გამოც დამასახელა, ну მესმის, მაგრამ არც დავთანხმები ვარ, არც არაფერი, ნომერ 6 უბრალოდ და თვალებში ყურებაზე იყო ლაპარაკი, ეგეც ავხსენი ხო, რომ თვალებში ყველას უყურებთ აბსოლუტურად და ყველა უყურებთ ერთმანეთს, რომ რაღაცა შეიცვალოს იქნება და ეს სულება ერთ ადამიანში დავინახე და იმასთანაც მივალ მე რა, ნახოთ ჯერჯერობით. მე შემოგეულს ჩემი თავი, მაგრამ ჯერჯერობით დრო მოიწურა. 2 ნომრის 30 წამი. თავს არ დავიცა, უბრალოდ გავაგზელებ მე-7 ნომერზე. ჩემთვის ეს თვალებში დაკვირვება ხელოვნური იყო იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ პატიოსანი და მე პატიოსან მოქალაქეებთან ერთად ვცდილობ ვიპოვო მაფიოზი. და იყო წინა თამაშზე ხსენება, რომ მე წინა თამაშზე ამოვიცანი ვინ იყო მაფიოზი და დღეს თქვენ უნდა დამიჯეროთ, იმიტომ რომ მე ვისაც ვიტყვი დღესაც შეიძლება რომ ის იყოს მაფიოზი და ჩემთვის ეს დამაჯერებელი არგუმენტი არ იყო და მარტო ამ მიზეზიდან გამომდინარე დაგესახელე შენ. არა ვარ მაფიოზი, ძალიან ნიღბოსანს გულისხმობდით მთელი ეს პერიოდი ალბათ. არა უშავს, არაფერი ამაზე სანქცია არ. დაასრულეთ თქვენი ფრაზა, გაქვთ საშუალება დაასრულოთ. ძალიან ცდებით მოკლედ პატიოსნები და ნიღბოსნების საქმეს აკეთებთ რა. მაგრამ ნუ ვერაფერს თუ ვერ შევცვლი. 3 ნომრის 30 წამი. რა შემატყე რომ მაფიოზი ვარ მე, აი ერთი ნიღბოსანი ალბათ ხო? ნიღბოსანი, რა შემატყე რომ ნიღბოსანი ვარ, აი. შემოხედე. არა ვარ მეგობრებო ნიღბოსანი, მარტივი გამოსაცნობი არის რომ არ ვარ ნიღბოსანი, მაგრამ მარტივი მისახვედრია ვინ არის ნიღბოსანი. მე უკვე ავღნიშნე ნელ-ნელა რო ვაკვირდები, შეიძლება ერთ-ერთ კანდიდატზე შევიცვალო შეხედულება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვრჩები ისევ ჩემს პირველ ვერსიაზე და 2 ნომერი არის ნიღბოსანი. დრო ამოიწურა. მაშასე ახლა მოიმარჯვეთ ნიღბები, არ გავიკეთოთ უბრალოდ ხელი მოკიდეთ ნიღბებს, რადგან იწყება ხმის მიცემის ეტაპი. ვიფიქრობთ რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 7-მა. 1 ხმა, 2-იანის ხმა გადავიდა 7-იანზე. მადლობა.
ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 2-მა? 1 პირველი 3 4 5 7 8 ამ ადამიანების ხმა გადავიდა 2-იანზე და შესაბამისად 9-იანის ხმა გადავიდა 3-იანზე. ვებშტოვებით 2 ნომერს. ძალიან სამწუხარო მეგობრებო. ძალიან სამწუხარო თქვენი გადაწყვეტილება, თან ესე ერთხმად. პატიოსნებს გეუბნებით, რომ ცოტა უნდა მოხვიდეთ აზრზე, იმიტომ რომ 5-იანი და 7-იანი ეს მაგრად ითამაშებენ, ეგრე მგონია რა. მადლობა. ვემშვიდობებით 2 ნომერს, გავაცილოთ 2 ნომერი, დიდი მადლობა თამაშისთვის. მადლობა ხო? მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ. ჩვენ კი ვაგრძელებთ თამაშს და თამაში გრძელდება ნიღბების ღამით, სულ ცოტა ხანში კიდევ ერთი მოთამაშე დაემშვიდობება თამაშს. ბნელდება სტუდიაში. ყველა ვიფარებთ ნიღაბს. თქვენ თამაშის ბოლომდე არ გეცოდინებათ ვინ არის ნიღბოსანი. თქვენ გექნებათ საშუალება რომ პატიოსან მოქალაქეებთან ერთად იმსჯელოთ თუ ვინ არის ნიღბოსანი. ახლა ხოლოდ ის 2 ნიღბოსანი იხსნის ნიღაბს და გვანიშნებს მაგიდის რომელმა წევრმა უნდა დატოვოს თამაში. გადაწყვეტილება მიღებულია, ნათდება სტუდიაში. ყველა ვიხსნით ნიღაბს. კიდევ ერთი მოთამაშე დაგვემშვიდობება და თამაშს ტოვებს ნომერი 4-4-30 წამი. ბოლოს სიტყვა. ძალიან რთულად გაგვთ საქმე მართლა პატიოსან მოქალაქეებს, მაგრამ მოდი მე მაინც იმ მარტივ ლოგიკას წავყვები, რაც მე-6 ნომერმა დაიწყო. მეორე ნომერი მგონია რომ მართლაც ასე ვთქვათ ნიღბოსანი იყო და ნიღბოსანმა რადგან მე-7 და მე-5 ნომერი დაასახელა, მგონია რომ და მე-9 ნომერი აქეთ მესამე სასახელებდა 2 ნომერს არ შეეხო, იქიდან გამომდინარე რომ ყველა ვეხებოდით და ისიც რომ მისი პარტნიორი ყოფილიყო გაწირავდა, მგონია რომ პირველი ნომერი ჩემი ეჭვი პირველი ნომერსკენ წავიდა. დროა მოიწურა, ვემშვიდობებით 4 ნომერსაც. კარგად გრძანდება. მადლობა. გავაცილოთ 4 ნომერი. თამაში გრძელდება. თავისუფალი 90 წამი გაქვთ ახლა ყველა შეგიძლიათ საუბრის საშუალება გაქვთ ყველას დრო ჩაირთო. კი, მეც მგონია პირველი ნომერი დასაწყისიდანვე უბრალოდ მესამე მესე რო ისაუბრა, მე მაგიტომ ვთქვი ვასახელე მესამე, თორე პირველი ნომერი დასაწყისიდანვე მგონია რომ არ მოგატყუოთ, არ ვიცი, უბრალოდ ინტუიცია. ეხლა რამეს კონკრეტულს ვერ ვიტყვი. მაგრამ ამჯერად მოვიგოთ რა პატიოსნებმა რა ძალიან გთხოვთ. რა ვიცი. აი შენ 4 ნომრის გაგდებას სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ ველოდებოდი, ცოტა წარმოუდგენელი იყო, თუმცა გამიმყარა ვერსია, რომ ნომერი 5 ძალიან კარგი მოთამაშეა ჩემი აზრით და ყურადღებით იყავით პატიოსანი რა ფერიაო რო თქვა? ხო და ჩემს მიმართ ჩემსკენ გადმოტანილი ისრები კიდევ მაფიქრებინებს მას რომ ანუ შეიძლება ერთი მენიღბე გავარ ნომერი 9 ძალიან პატიოსანი მოქალაქეს არ უნდა იყოს ჩემი აზრით და ყურადღებით იყავით. ვფიქრობ რომ პატიოსანი იყო. ანუ შეიძლება ერთი ადარჩენილი რა. მაგას ვიცი. შეიძლება შენ ხარ ხო არა? შეიძლება მეთქვა ხო რა ვიცი. ჩემი პატიოსნება მაყურებელმა განსაჯოს, მაგრამ აი ვინც მე მასახელებს იმას მიაქცეთ ყურადღება. აივე და ვიცი? ანუ მე მგულისხმობს ეხა სავარაუდო. ვეღარ დავიგე. მაგრამ 4 აშკარად პატიოსანი იყო. 5 ნომერი შეიძლება შენი გულისხმება რომ გათამაშო. მოდი, აჰა, მოდი. რამდენია? აჰა. ესე აბა 122. უცებ რო თქვა, ჩემი აზრით ხო რა. ის დრო ამოიწურა. მესამე წელი იწყება 3 ნომრის 60 წამი გავუხსნით გაფრთხილებებს 3 ნომრის 60 წამი. დრო ჩაითო. ძალიან ჭკვიანი არის ნიღბოსანი მე რო არ მაგდებს მარტივი ლოგიკა არის ახლა რო არ გამაგდებს მე მოიშორებს ალბათ იმ კანდიდატებს ვინც ფიქრობს რომ მისთვის სახიფათო არის იქიდან გამომდინარე რომ ასახელებს უბრალოდ მე შევცდი 2 და 4 ნომერს ვასახელებდი მაგრამ 4 ნომერში შევცდი ცალსახა არის
მე უბრალოდ პირველად ავღნიშნე პირველ ნომერზე რომ ნუ რეზოს ვიცნობ ახლა წლებია და შესაბამისად რეზოს ხასიათი ვიცი და უბრალოდ აქ ძალიან წყნარად და ჩუმად არის. აბსურდული იყო მე-9 ნომრის ჩემს მიმართ გამოშვერა მაფიოზი არა პერეკლე. 8 ნომერს რაც შეეხება, ნუ აი ესეთი მომღიმარი სახით შეიძლება გვაბიტურებდეს, მაგრამ შეიძლება არც გვაბიტურებდეს. ჩემს მეგობარ ელენეზეც ეჭვს მეპარება რაღაც გულისცემაზე და მე-7 ნომერის კი გონია მე რო არა ვარ, მაგრამ შეიძლება ისე კარგად თამაშობს რომ მე-7 ნომერიც იყოს. გაიგე ხლა ვინ არის მაფია? თქვენი კანდიდატურა. მოგებულია გაცილე. მოგებული ვარ მე. სამანომერმა ისე დაასრულა კიდეც სიტყვა რომ დასახელებით არავინ დაუსახელებია, თუ გაფრთხილებას აიღებთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მხოლოდ ვინმეს კანდიდატურა რომ მითხრათ. არ ასახელებთ არავის, კი ბატონო, ვაგრძელებთ 5 ნომრის 60 წამი. არ ვიცი, ოღონდ მართლა არ ვიცი რომელია. ნიკოლოზი. სიმწრის სიცილია თუ რა ხდება? ნერვიულობის. აუ, არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ყველაზე ვფიქრობ ეხლა ამ წუთას. არ ვიცი. აი შეგვერო რატომ კაცო? მართლა არ ვიცი. დაფიცება არ შეიძლება, რა გავაკეთო? რითი დავამტკიცო? თქვენი კანდიდატურა თუ ყავთ? ეს ხო არ არის, ვითომ? რა ვქნა? ყავთ კანდიდატურა რომ მითხრათ? აუ რა გავქნა? დრო ამოიწურა, მადლობა. ნომერი 7, 7 ნომრის 60 წამი. ბევრი საუბრის და ლაპარაკის გარეშე 5 ნომერს ვასახელებ. 5 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. ხო, რა ვიცი. ბევრნაირი ლოგიკის გამო. წირე, კაი. სულ თავიდან ხო გახსოვთ არა ჯერ რა ფერია ისიც იყო ეხლა არ ამგონია რომ ეგრე მარტივად ეთამაშა, მაგრამ ნუ მაინც სტები. თქვენ გონით. კი ბატონო. 8 ნომრის 60 წამი. ესე იგი წეღარ მინდოდა ამის ხვა რო ვერ მოვასწარე რა და ნუ ორი ადამიანი რომელიც გავარდა პირველი 6 ნომერი და 4 ნომერი ნუ ესე იგი ისინი მათ პატიოსნებაში ნაკლებად შეიძლება შეიტანო ეჭვი ხო იმიტომ რომ გაწირეს გააგდეს თუ როგორც ხდება და რაღაც ლოგიკით ალბათ მათი ნათქვამის სიტყვა მათი ვერსია ნუ 6 ნომრის შეიძლება უფრო ნაკლებად იმიტომ რომ პირველი იყო ნუ 4 ნომერი შედარებით უფრო რაღაც სიმყარეს მათი ლოგიკა უფრო ექვემდებარება რა ხო და ნუ რა ვიცი მეც ისეთი გამოკვეთილი რომ ვიღაცამ გონია რომ მაინც და მაინც ეს არის უეჭველი და შემიძლია დავიფიცო არა მაგრამ ნუ რა ვიცი ყავთ კანდიდატურა. ყავთ კანდიდატურა. ნუ თავი რო შევიკავო შეგიძლიათ რა თქმა უნდა. ნუ ამ ეტაპზე შევიკავებ თავს კი ბატონო, მაგითაც რჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი კანდიდატურა, ეს არის 5 ნომრის კანდიდატურა. თუ ასე დასრულდება, ხელისაწევის გარეშე მხოლოდ 5 ნომერი თუ იქნება დასახელებული, ხელის და ხმის მიცემის ეტაპის გარეშე, ხმის მიცემის ეტაპის გარეშე დავიმშვიდობებით 5 ნომერს პირდაპირ. 9 ნომრის 60 წამი. სხვათა შორის მე რატომღაც მარტო 5 ნომერი მგონია, ეხა ვინც დავრჩით პატიოსანი, ყველა დანარჩენში ეჭვი მეპარება. მაგრამ ჩემ კანდიდატურას ამჟამად პირველი ნომერი იქნება, მე-4 ნომრის ანდერც გავყვები და პირველ ნომერს დავასახელებ რა. პირველი ნომრის კანდიდატურა მიღებულია. მადლობა. მადლობა. პირველი ნომრის 60 წამი. ძვირფასო მეგობრებო და ძვირფასო ტელემაყურებლებო, ალბათ ხვდებით რომ მე აღვიქმები როგორც ძლიერ მოთამაშედ ამაში უკვე დავრწმუნდი, იმიტომ რომ ორმა ადამიანმა გამოთქვა ჩემთან დაკავშირებით ეჭვი. ეს არის ნომერი 9 და ნომერი 5. 9-ს ძალიან სწორად თამაშობს და თუ აი ეხა ჩვენ 9-ს არ გავუშვებთ, ის მე აუცილებლად გამიშვებ შემდეგ დაძინებაზე და ეს იყოს წინასწარ გეუბნებით, 3 სულით ადრე გეუბნებით პატიოსან მოთამაშეებს, თუმცა აი ეხა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვასახელებ ელენას. ანუ ნომერ 5. 5 ნომრის კანდიდატურა ის დასახელებული იყო, დასრულდა წრე. გავწირე, ჩემი თავი გავწირე, ვიცი, მაგრამ დააკვირდით ლოგიკას. დასრულდა ეს წრეც და ყავს ორი კანდიდატი, 5 ნომერი და პირველი ნომერი. მაშასე თავის მართლების ფაზაზე გადავდივართ, დამატებით 30 წამი მოგეცემათ 5-იანს და 1-იანს. 5 ნომრის 30 წამი.
ძალიან ეშლებათ რომ მე ვარ, მართლა არა ვარ. რა ვქნა? ჩემი გჯერა. არა. ხო და არ დაიჯეროთ. არ დაიჯეროთ. პირველ ნომერს 30 წამი თავის მართლების ფაზა გრძელდება. როდესაც პატიოსანი მოქალაქე და მოთამაშე ხარ, არც სამართლებელი არ მაქვს არაფერი, იმიტომ რომ ძალიან მარტივად უდგები ამ საქმეს. თითქოს ტელევიზორშიც უყურებ ახლა ჩემ თავს როგორი პატიოსანი ვარ და აღფრთოვანებული ვარ საკუთარი თამაშით მეგობრებო, ამიტომ პატიოსანო მოთამაშეებო, სწორად დაფიქრდით და სწორი დასკვნები გააკეთეთ. მადლობა, ამოიწურა თავის მართლების ფაზის ფარგლებში გამოყოფილი 30 წამი. მაშინ მართლა არ არსი ჯერა შენ. ეხლა რაც თქვი მაგის მე. მაგრამ არც მე არა ვარ. დაიჯერე. კიდევ ერთი გაფრთხილება შეიძლება ხუთია. შენ იყო, შენ დამიძახე გველოო და შეხوارა ხარ ეს კიდევ ერთი გველი. გაფრთხილება სამიანს. მაშასე, ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 5-მა 4 ხმა. 4 ხმით 5 ნომერს უემშვიდობებით 5 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. მადლობა მოწვევისთვის, რომ გავხდი დღევანდელი გადაცემის მონაწილე და მინდა გითხრათ, რომ მე არა ვარ. მართლა ცდებით. გვეუბნება კი და ბატონო, თუ კარგად მიცნობთ, მე არა ვარ. არ გატყუებთ, რა ვქნა. ძალიან მიყვარხართ. კარგად. მადლობა, უემშვიდობებით 5 ნომერს გავაცილოთ 5 ნომერი. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ახლა თამაში. თამაში გრძელდება ნიღბების ღამით. ბნელდება სტუდიაში, ყველა ვიფარებთ ნიღაბს. მაშასე. ხოლო ის ორი ნიღბოსანი იხსნის ნიღაბს და გვანიშნებს მაგიდის რომელ მონაწილეს დაატოვებინებენ თამაშს. გადაწყვეტილება მიღებული. გამარჯვებულ გუნდს გულევუსგან გადაეცემა საჩუქრები და გამარჯვებული გუნდთან ერთ-ერთი მონაწილე გადავა საფინალო მაგიდაზე. თუ ვინ გადავა, ამას პროექტი გადაწყვეტს. ნათდება სტუდიაში და ყველა ვიხსნით ნიღაბს. სამი ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. რა ვთქვა ეხლა? ნუ აი რა ვთქვა? რატო გამწირა ნიღბოსანმა მაინტერესებს? მგონია ეგ თქვი. არა, რატო გამწირა ეგ მაინტერესებს მე? რას უშავებდი ეხლა იმას ორჯერ? ამ პირველი ან 7. მადლობა. შეგიძლიათ დარჩეთ ადგილზე. უნდა გითხრათ, რომ თამაში დასრულებულია. და 2-2-ზე მოიგეს ნიღბოსნებმა 7-ანმა და 8-ანმა მოიგო ეს თამაში. 7 ნომერმა და 8 ნომერმა ნიღბოსნებმა მოიგეს ეს თამაში. ულოცავ კიდევ ერთხელ ნიღბოსნებს. ნიღბოსნების უპირატესობით მიმდინარეობს. ნიღბების ღამე უკვე მერამდენეთ ახერხებენ ნიღბოსნები ამ თამაშის მოგებას. მაშასე ჩვენ ერთი კვირის გესტოვებით. დიდი მადლობა. ერთადერთი ის გაგდების თემა იყო, რომ შენზე დამოსული ყავდეს რა მე. მიგზელი შიგნიდან. მიყურებდა ხოლმე მე გაწია თვალები. შენზე იმენა ვარ, რომ ბოლოს გამიშთა ეთი არ